საღამოშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ერთი ნაბიჯით წინ. შეიძლება ასე შეფასდეს ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობა გააუქმა. იქნება თუ არა, მოყვება თუ არა ამას გაგრძელება, ვინ იქნება შემდეგ, იმიტომ რომ აღიარებული აქვს ასევე 4 რეგიონს, რჩება პლუს 4 რეგიონი რჩება ესეთი რუსეთი, სახელმწიფო, რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ბატონ სოსოსთან და რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით ბატონ სოსო. მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონ სოსო, როგორ შეაფასებთ თქვენ ნაურუს გადაწყვეტილებას? თითქოს ახლა ჩვენ ხო იცით ჩვენი ოპოზიცია, ჩვენ ხო არ ყავს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ამაზე რაღაც განცხადებას სახელმწიფოებრივ განცხადებას გააკეთებდა. ისინი ამბობენ, რომ რუსეთმა აიძულა ნაურუ რომ გააუქმოს ორ რეგიონთან, საქართველოს ორ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგი, თუ მართლა რუსეთმა აღიარა ესე უცბად გამოანათა რუსეთში ესეთმა გრძნობამ, რომ აი უარყავით, გააუქმეთ და შემდეგი ჯერი შეიძლება იყოს სირია? საერთოდ ახლა ნაურუს შესახებ მე რაც მახსოვს, უკლედ გეტყვით, ეს არის კუნძული, რომელსაც აღმოაჩინეს ფოსფატების დიდი მარაგები თავის დროზე. შემდეგ ესე იგი დაიწყო ამ ფოსფატების ექსპლუატაცია, სულ რაღაც 10,000 კაცი ცხოვრობს ახლა იქ. და კუნძულის ცენტრში რო ავიღოთ, ესე იგი წარმოვიდგინოთ ეს კუნძული, აღარ მახსოვს არც თუ ისე დიდი. ეს ფოსფატები, ესე იგი, განუწყვეტლივ მთლიანად ამოწურეს, მაგრამ სანამ ესე იგი ეს ფოსფატების ექსპლუატაცია მიმდინარეობდა, ამოღება მიმდინარეობდა, ამ კუნძულის მცხოვრებლებმა დაიწყეს ძალიან ესეთი ბედნიერი ცხოვრება, ასე ვთქვათ. შეისყიდეს ძვირადღირებული ავტომანქანები, რაღაცა ესეთი ფუფუნებით დაიწყეს ცხოვრება და გააკეთეს ეს კუნძულის გარშემო ერთი ტრასა არის, რო ვიცოდეთ ესე, რა არის ეს ნაურო. შემდეგ ესე იგი ამან გამოიწვია იქ ეკოლოგიური კატასტროფა, მთელი ეს რო წარმოვიდგინოთ, სადაც ფოსფატები იყო, ეს მთლიანად გადაიქცა ცხოვრებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო გარემოთ. ძალიან სპეციფიკური სინია იქ რელიეფებია, წვეტიანი კლდეები, ბრიტვასავით, ესე იგი, წვეტიანი წარმონაქმნებია, ესე იგი. აი რო წარმოვიდგინოთ სცენარებით რო ირთვისებენ ტროპიკულ გარემოში, ხოლო ეს ძვირადღირებული მანქანები ვინაიდან რადგანაც ახლა იქ ვერსადვერ ივლი, ასეთი დიდი სიჩქარეებით არის ჟანგდება იქ სხვათა შორის. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც მოუვიდა ესეთი კატასტროფა, ну აი როგორ თქვა, კტომადი ქვეყანაა, რომელიც ნებისმიერ აი ესეთ მოწყვლადია, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთული დახმარებების და ზეწოლის მიმართ. კტომადი სახელმწიფოა. რასაც ქვია არ შეუმდგარი სახელმწიფოები, ხო? ეს ერთი ნაურო. ახლა სირიაში ალჯოლანია იქ, ესე იგი, ცნობილი მოიხსენებათ დემოკრატი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ახლა სხვათა შორის ძალიან დიდი სკანდალია იმასთან დაკავშირებით, რომ ალავიტებს იქ, არაადამიანური ფორმებით და ქრისტიანებს უსწორდებოდნენ. რასაც რა თქმა უნდა მალავდა მისი დემოკრატად გამომცხადებელი დასავლური ძალები, მოგეხსენება ტრამპმა ეს რა კაი ბიჭი ყოფილაო, ხოლო იქ თავის დროზე ანა ლენა ბერბოკი თავისი ცნობილი, ესე იგი, იმეთი აკადმულობით რო ჩავიდა იქ და ხელი სპეციფიკური იმეთი, რა ქვია, ქცევით. და ახლა დიდი სკანდალია იქ სირიაში და არის ფაქტიურად დენთით სავსე კასრი სირია, დღევანდელი სირია, რომელიც ძალიან დამოკიდებულია იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, გეოეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც მიიღებენ იქ ნავთობის ექსპორტიორი ისინი
ქვეყნები და ერთმანეთს შორის როგორ იქნება დამოკიდებული, მათზეა დამოკიდებული რა მთლიანად. ეს არის ისრაელის, თურქეთის, ერაყის, ირანის, ასე ვთქვათ, ინტერესების ზონა, რა თქმა უნდა, ამერიკელების ინტერესების ზონა, რუსეთისაც და თურქეთის განსაკუთრებით. ხო, აი ეს მეორე ესეთი პარტნიორი და ამღიარებელი იშოვნეს მოკლედ და ნახეთ, ეს ასადმა აღიარა, მაგრამ ჯერჯერობით იმას დენონსაცია, ასადის გადაწყვეტილების ჯოლანის არ გაუკეთებია. მიზეზთა გამო სხვათა დარწმუნებული ვარ, ეს მის პრიორიტეტებში ჯერჯერობით არ შედის ხომ და რაღაც ელოდება, რომ რაღაც ეს სავაჭრო საგნად გადაიქცეს და რაღაც გამოივაჭროს. ნაურომ რა გამოივაჭრა და ვისგან გამოივაჭრა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ეს კარგია. ჩვენთვის რა საქართველოსთვის, სხვა აფხაზებისთვისაც კარგია ეს საერთაშორისო. ხო, ვთქვათ, ამაზეც ვისაუბროთ. შემდეგ ახლა ვენესუელას პრეზიდენტი მადურო, რომელიც იყო ავტორი, ხო, ამჟამად იმყოფება, მოგეხსენებათ, ნიუ-იორკის სამხრეთ ნაწილის ციხეში და მის მიმართ დაიწყო მის მეუღლესთან ერთად და მას ასამართლებენ. ახლა მადურომ იქ იმდენი ისულელა, რომ და იმდენით ახლა ხო იყო დაუშვათ, მიუხედავად რაც არ უნდა ესულელა ის რაც ჩაუტარეს ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და წარმოუდგენელი რამ იყო, ხომ და ახალი ფურცელი გადაშალა დაუშვათ. თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტის და მისი მეუღლის მოტაცება. მაგრამ მანაც შექმნა ისეთი პირობები, მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმას, რომ ის მოეტაცათ და აი არაფერი პროტესტები არ გამოუწევია, იქ მოელაპარაკეს ნიკ როდრიგესებს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველო და შეიტყვნენ და ესეთი მოლაპარაკება იყო, გიჟია და რა ვქნა, წაიყვანეთ. ხო რა წაიყვანეთ რა, მოკლედ, აი კუბელმა უბურმა დაცვამაც ვერ უშველა, მანამდე კიდე მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ისეთი, რომელმაც ეს გამოიწვია რა. ყველა შეთანხმდა მოკლედ, რომ რა ვქნათ ახლა. არიან ასეთი ლიდერები სამწუხაროდ, აი რომლის პოპულისტები არიან ძალიან, მე თვითონ ამ პოპულისტები თვითონვე ხდებიან ფაქტობრივად შეურაცხადები და ერთ-ერთი ასეთი გახდათ პატივცემული მადურო. ახლა ვენესუელა კიდევ ერთი შეუმდგარი სახელმწიფოა, რომელზეც ახლა ტრამპი იძახის, რომ მთელი ნავთობი მისია და დიდ ფულს შეუღლობენ 13 მილიარდი ვიშოვეთ უკვე, მაგრამ იქ არაფერი რა თქმა უნდა ვენესუელას არ ერგება, როგორც ახლახან გამოქვეყნა მონაცემები. ხო, აი კიდე რომელი სახელმწიფოა ვენესუელა, სირია, ნაურუ. ნაურუ ესე იგი პირველმა ნიკარაგუაც აღიარა თავისი, ესე ვთქვათ, შეცდომა. ნიკარაგუას რაც ეხება, რა ვიცი, ხა ნიკარაგუამ რა მოსაზრებებით აღიარა აფხაზეთი და საერთოდ აქვს თუ არა მაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და საელჩოები, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ არა. ხანდახან როგორც ჩანს ჩავლენ და ჩამოვლენ. ერთობიან. სად ნიკარაგუა და სად აფხაზეთი ახლა რეალურად რო ავიღოთ, ხომ ეს ხო ცოტა არ იყოს და კომიკურ ელფერს ატარებს. და ეს ახლა რუსული დიპლომატიის ძალიან სერიოზულ გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ, ის ხო, კი, მუშაობს ხალხი. ანუ აშკარად დიდი წარმატებაა. ამ დიპლომატიის სხვა შედევრები ჩვენ ვიხილეთ ამიერკავკასიაში. და ამაზე არაერთის გვისაუბრია, ხომ? როდესაც ახლა ორჯოკერში, ესე იგი, მიიღეს ხვიშტი. ესე იგი, პატივცემულებმა და ჯერჯერობით არ უჩანს პირი, რომ ისინი რაღაც ცვლილებებს აპირებდნენ თავიანთ პოლიტიკაში, რომელმაც მიიყვანა ისინი ამ შედეგებამდე, როგორც არის უკრაინის ომი, სიტუაცია კავკასიაში და ასე შემდეგ. მაინც გონიათ რომ სიტუაცია შექმნეს კავკასიაში. ხო, მაინც გონიათ, მაინც იძახიან რომ ყველაფერი სხვისი ბრალია. ეს განწყობა, ხო, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია. ეს დამღუპველია, ხომ? და ახასიათებს სამწუხაროდ სახელმწიფოებს ეს ახასიათებს, ხალხებს, ადამიანებს ახასიათებს, რომ ყველაფერი გადავაბრალოთ სხვას და ჩვენში არ ვეძებოთ მიზეზები, არა და ადამიანის განვითარების თავარი პირობა არის ის, რომ თვითკრიტიკა დაიწყოს და სახელმწიფოს მით უმეტეს, ხო? თუმცა სახელმწიფოები გაცილებით უფრო ნაკლებად არიან ასეთი ყველა მართალია.
ხო ყველა აბსოლუტურად. მათ შორის ახლა შეერთებული შტატები ხო არ არის მართალი ახლა, იმიტომ ირანი ხო თავს ესხმის. მანამდე ავღანეთი ესხმოდა თავს, როგორც ცნობილია, ვიეტნამის თავს დაესხა, ავღანეთის თავს დაესხა, ცნობილია ხო. ერაყიც თავს დაესხა და ახლა ირანი ესხმის თავს. ფაქტიურად. პირდაპირ ესხმის თავს. ესაზღვრება იქვეა და ესაზღვრება კი, რაზეა საუბარი. ქალების უფლები, ქალბატონების უფლები. კი, კაცო, რაზე ხო. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენ აქედან უნდა გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ ეს აღიარებების, ესე ვთქვათ, ცდილობები, აი ასეთ კომიკურ შედეგებამდე მიიღოს. რა აძლევდა საერთოდ ეს ასეთი სახელმწიფოების აღიარებები, მოდით აფხაზეთსაც, ცხინვალის რეგიონსაც და თვით რუსეთს, იმიტომ რომ რეალურად ხო აქ რუსეთზეა საუბარი, ბატონო. რა თქმა უნდა, რუსეთზე, იმიტომ თქვი, რუსული დიპლომატიის წარმატებები. ასეთი სახელმწიფო, კუნძულოვანმა სახელმწიფოებმაც აღიარეს, რომლებმაც 2013-ში და 2014-ში მერე შემდეგ გაუქმეს ეგრეთ წოდებული აღიარება ცხინვალის და აფხაზეთის ესეთ გუშინ ხდა ცნობილი კუნძულოვანი სახელმწიფოების აღიარება ყოფილა კიდე ორი ძალიან ტუანოს თუ რაღაც ესეთი სახელმწიფო ტუალუ. დიახ. და აი რა მაინტერესებს ისიც ბატონს რას აძლევს რუსეთს ესეთი აღიარება? აი თქვენ ბრძანეთ რომ აი აფხაზებისთვისაც კარგია რომ ეს აღიარება წაიღო და გაუქმა ეს რაღაც დიპლომატიური ურთიერთობა ნაურმა. აი რატომ არის ეს აფხაზებისთვის და აფხაზეთისთვის კარგი? კარგი, იმიტომ არის რომ ეს ილუზორული აფხაზებმა უნდა გაითვალისწინონ ის რეალობები, რომელშიც ისინი არიან თვითონ აფხაზებმა, ხო? მათ უნდა გაითვალისწინონ, უნდა რაღაც ეს შეურიგებელი მიდგომები უნდა შეცვალონ და ახალი ესეთი რასაც modus vivendi ქვია, ანუ ცხოვრების ახალი რეალ უნდა შეგვითანხმდნენ და შეთანხმდნენ. ახლა აფხაზეთი რა არის? აფხაზეთი არის აქედან არის რუსეთი, იქიდან არის საქართველო, ხო? რუსეთი რომელიც ისახის რომ არ დამოუკიდებელი, ხო? ახლა როგორ ახარ დამოუკიდებელი, როცა ხელფასებს გაძლევენ, როცა ფული რუსული გაქვს. ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებ. ყველაფრით დამოუკიდებული ხარ რუსეთზე, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი. საქართველოსაც დამოკიდებული. საქართველოს და რუსეთზე არის დამოკიდებული და ახლა როგორ გონიათ ახლა რომ რა დაუშვათ. ეს ჩვენ ვაძლევთ. თან ინარჩუნებენ მტრულ რიტორიკას იმის მიუხედავად, ვინც ინარჩუნებს. იმის მიუხედავად რომ მათ უკვე მე მგონი კარგად უნდა ესმოდეთ რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი, ხო? რუსებსაც ხო უნდა ესმოდეთ, ახლა რუსებს ბევრს ესმის სხვათა შორის იქ. ხელისუფლება არ აღიარებს თუ სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ბრძოლა. საქართველოს წარმოადგენს ცენტრალურ ქვეყანას ამიერკავკასიაში. საქართველოს რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების შემთხვევაში ამ რუსეთის სამხრეთ ფლანგი იქნებოდა დაცული, რაც და რეგენერაციის საშუალება ექნებოდა რუსეთს, რომლის დაყოფა დამორჩილება და მისი რესურსებით სარგებლობა იყო ძირითადი მიზანი, ხო? მისი უზარმაზარი რესურსების, ესე იგი, რესურსებით დაუბრკოლებელი სარგებლობა, უფასოდ უпроსწორად. ამაზე უამრავი გამონათქვამი ახლა აღარ შეუდგები ახლა და რას წერს და მარგარეტ ტეტჩერი, რას ამბობდა კლინტონი, რას ამბობდნენ საერთოდ გეოპოლიტიკოსები, რომ ეს რუსეთი ამხელა სიმდიდრის ფლობელი, ეს ხალხი არ უნდა იყოს. ამ მით უმეტეს იმპერიის აღდგენის პრეტენზიები არ უნდა ქონდეთ, ამიტომ ყველა ის ნარღვევი, რომელიც იმპერიას ქონდა, ეთნიკური ნარღვევი, ეს ყველაფერი უნდა აფეთქებულიყო და აფეთქეს კიდევ ერთ-ერთი იყო აფხაზეთი. ახლა როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ ეს როდესაც ახლა გვიყურებს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე, რომელიც უყურებს ამას ესე ვთქვათ, შავ-თეთრ ფერებში, ხო? მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ ეს არ არის სიმპათია, ანტიპათიების საკითხი, ეს არის დიდი სახელმწიფოების პრაგმატული სასტიკი გეოპოლიტიკური ინტერესების თემა. აქ ჩვენ სიმპათია ანტიპათიებით კი არ უნდა ვივიճროთ, არამედ იმით როგორ მოქმედებდა და როგორ მოქმედებს იგივე დაუშვათ როგორ მოქმედებდნენ იმპერიები მთელი ისტორიის მანძილზე და კერძოდ ახალ ეპოქაში როგორ მოქმედებს საზღვაო იმპერიები, როგორ მოქმედებენ ბრიტანეთის დიდი უზარმაზარი იმპერია, ყველაზე დიდი კაცობრიობის ისტორიაში, სხვათა შორის მისი მის წვერვალზე, რომელიც ნაფლეთიღა დარჩა, ასე ვთქვათ, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მისი მემკვიდრე.
კერძოდ ისინი მოქმედებენ ცნობილ DVD and impera, et impera, ანუ გაყავი და იბატონე. და დაყოფა მიდიოდა ასე. მაშინ თლიანად იყო, ესე იგი ეს თლიანად მათი გავლენის აგენტურით იყო დაკომპლექტებული, დაუშვათ, იგივე რუსული, ახლაც არაკლებენ. რუსული სახელმწიფოს იგივე დაუშვათ ორგანოები ბრძოლა მიდიოდა შიგნით, მაგრამ გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ცხადია ისინი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. საქართველოს საერთოდ იყო პრიორიტეტული სამიზნე და საქართველოს დაშლა იყო მათი ერთ-ერთი ვთქვათ მიზანი. კერძოდ ახლა კონფლიქტის გამოწვევა, რატო? იმიტომ რომ აი ამ კონფლიქტის არსებობის პირობებში გამორიცხულია რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები. ამ კონფლიქტის ხელახლა გაღვიო კონფლიქტების უფრო სწორედ, ხო? ესეც რა თქმა უნდა მათგან იყო ინსპირირებული და ეს კარგად ვიცით ახლა, ვისაც გონია რომ ახლა სააკაშვილის თვითონ შთაგონდა და ესე იგი ამ თვითმკვლელ ნაბიჯზე წავიდა, რომელზეც ის როგორც ნერვიულობდა კი ვნახეთ ხანიკ გორის გარბენითა და ჰალსტურის რეჭვით. ხო? ხო ვნახეთ ეს ყველამ კარგად რა. თქვენ გონიათ რომ მას ამან არ იცოდა რასაფრთხის წინაშე იდგა? იცოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მთელი რიგი მიზეზების გამო, რაც იგულისხმება როგორც კომპრომატები, ისე უქარა დაუშვათ მისი სიცოცხლის თუ პოლიტიკური კარიერის მიმართ რა ასე შემდეგ. კიდევ გამომდინარე ამ კონფლიქტების ცხელ სტადიაში ყოფნა ეს არის ძალიან პრაგმატული მიზეზი. ახლა რაც შეეხება ჩვენ აფხაზთან ამოქალაქეებს, ხო? ისინიც შეუულებრივად არიან ამ გეოპოლიტიკური დიდი ჯახის ერთ-ერთი ფიჩხი, ხო? და მათი არსებობით იმდენად არიან დაინტერესებული, რამდენადაც აი ეს კონფლიქტის ცხელ აი ასეთ მდგომარეობაში შენარჩუნებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ხა რუსებს ამ შემთხვევაში რაზე არიან ისინი? წამოკიდებულები. ისინი წამოკიდებულები არიან ამ თავის იმპერიულ მეებზე, რა ქვია, ფანტომურ ტკივილებზე. დაუშვათ. და ამავე დროს, ნუ ახლა მათ რატომღაც გონიათ, რომ დაუშვათ ეს გარანტირებული აქვთ აფხაზეთზე კონტროლი. ამ დროს არ აქვთ არანაირად გარანტირებული, პირიქით იქ სხვა ძალების გავლენა მატულობს. და ამის გარდა რა ახლა? ამის გარდა ისინი სანამ აფხაზეთის საკითხს აი ასე განიხილავენ თავიანთ იმპერიულ ფანტომურ ტკივილებიდან, მათ არ აქვთ არანაირი შანსი ამიერკავკასიაში დაუშვათ თავისთვის ნორმალური პოლიტიკური გარემოს შექმნისა. შევხედოთ აგერად. რა ცნობიერებენ ბატონ სუსო, ეს ხო არა, ისინი ფიქრობენ, რომ ძალით გააკეთებენ ამას. ისინი როგორ ფიქრობენ ახლა? მათ ეს რაც მე ვილაპარაკებ, ჩვენივრად იციან, სხვათა შორის ჩვენზე კარგად, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თუ დაუშვათ უყურებთ ამას პატარა ქვეყნის პრიზმიდან, იქ ახლა სადაც პოლიტიკა კეთდება, ანუ დიდ ცენტრებში, ამას ძალიან ელემენტარული რაღაცა არის. ეს საშუალო დონის იმანაც იცის ანალიტიკოსმა, არა თუ სახელმწიფო მოღვაწემ და ჩვენთვის ეს რატომღაც ხდება ხოლმე აღმოჩენები, რომ არა იმან არა აბა ისე და ჩვენ ახლა როგორც პატარა ქვეყანას ჩვენ ემოციებზე თამაშობენ როგორც წესი და ამ ემოციები როცა გაიღვიძებს ხოლმე, ხო, მომენტალურად ის ლოგიკური კავშირები და რაღაც სიტუაციის ობიექტურად დანახვის სურვილი უკრება ხალხს, ხო? ეს მარტივია ახლა რა თუნდა ამას საუბარი. დიდი მსჯელობა ამაზე არ არის საჭირო. ახლა რუსები რას ფიქრობენ? რუსებმა ეს კარგად იციან, რომ სინამდვილეში ასია, რომ ეს მათთვის ძალიან ცუდ კონფიგურაციას ქმნის მთელ ამ ურთულეს რეგიონში, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამას გადატეხავენ ძალით გადატეხავენ. ნუ იგივე დაუშვათ აფხაზების მიმართაც. ახლა მათ იციან, რომ აფხაზური ეთნოსი არ არის დაუშვათ ლოიალურად განწყობილი მათი პოლიტიკის მიმართ. არ არის ახლა როგორ მდგომარეობაშია აფხაზები, როგორ მდგომარეობაში არიან. ისინი ფაქტიურად ამოწყვეტის პირას არიან. ძალიან რთული მდგომარეობა, დემოგრაფიული მდგომარეობა არის კატასტროფული თვითონ აფხაზების, ხო? ადგილზე აი თვითონ საუბრობენ, რომ გენოციდს უწყობენ ადგილზე. დიახ. აგენულად ავტომატურად ხდება.
რატომ ხდება ავტომატურად? იმიტომ რომ ისინი ამ შემთხვევაში მათი მენტალობა შეუთავსებელია იმპერიულ მენტალობასთან. ეს უნდა ესმოდეთ მათ, ნუ სამწუხაროდ იქაც იგივეა, იქ მით უმეტეს ემოციები, იქ არის ლაპარაკი, რომ დაუშვათ ჩვენ გვიწყობდნენ გენოციდს ქართველები, ხო? და დაგვესხნენ თავს, ეს ნარატივია. ეხლა ამ ნარატივს ხალხის უმრავლესობაში ვერაფერს ვერ უსამ. ის რომ დაუშვათ ეს ქართველები არც ერთი იყო ის რა ქვია, ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი, რომ აჩხუბეს ორივე სხვადასხვა ძალის მარიონეტი იყო ქართველებიც, ვინც ფიქრობდა რომ იქ ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და აფხაზებიც, რომელიც ფიქრობდნენ რომ აფხაზეთს იცავდნენ. სინამდვილეში არც ერთი იცავდა რეალურად, მე იმათ კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ვინც იბრძოდა კაცო. მე ვიძახი იმას რომ სხვის ინტერესებში სინამდვილეში ისინი იყვნენ არაცნობიერი განმახორციელებლები იმ ძალების, რომლებიც მართავდნენ პროცესს. ეს ახლა თუ ვერ გავიგეთ ჩვენ და თუ გონიერება არ გადაწონა აფხაზებშიც, ქართველებშიც, ოსებშიც, თუ ვერ გადაწონა ეს რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ლოგიკურ იმაზე, აზროვნებაზე არ გადავედით, ნუ შედეგები დაგვიდგება ცუდი, განსაკუთრებით მე აფხაზების და ოსების მიმართ ლაპარაკობ ამას, იმიტომ რომ ახლა მდგომარეობაა აფხაზეთში. რაც თქვი, ფაქტობრივად გენოციდალური მდგომარეობაა და ეს ავტომატურად ხდება. ვისაც ვინც ამას არ იზიარებს, მან გადახედოს წარსულს. ენის ჩაკლა ხდება აფხაზური. ჩერქეზებს გადავხედოთ, ადიღეს გადავხედოთ. ენას ვერ განვითარდება თამთა. როგორ უნდა განვითარდეს ენა? ასეთ ვითარებაში. ახლა რუსული ენა არის ერთ-ერთი დედამიწაზე გავრცელებული ენათაგან ერთ-ერთი ესეთი სერიოზული საინფორმაციო, მოდი ასე ვთქვათ, არხი. რომელიც არის მოიცავს ყველაფერს, აი სულ დავუშვათ რო ავიღოთ ჩვენ ხომ, ყველაფერს თარგმანება, აი თარგმა. ყველა დიდი სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა ხდება სულ 5 თუ 6 ენაზე. ანუ რომლებიც წარმოადგენენ, ინტელექტუალური, ესე ვთქვათ, თვითკმარი ინტელექტუალური ერთეულები არიან ესენი. ხო, ინგლისური თავისთავად, ფრანგული, რუსული, ჩინური, ესპანური. აი ეს რო წარმოვიდგინოთ რა, ასევე დავუშვათ სამეცნიერო ცენტრები, აი აკადემიის დონის, როცა ყველაფერს მოიცავს, ხო? ასევე დავუშვათ ძალიან შეზღუდულია ამ შემთხვევაში დედამიწაზე ასეთი ენების რაოდენობა და ქვეყნების რაოდენობა, ხო? ხო და ჩინური თქვი, ხო თუ არ კი? აქედან გამომდინარე შესაბამისად ახლა რუსულ ენასთან ესეთი აფხაზურის ის რომ დავუშვათ აფხაზებმა აფხაზურ ენაზე ისწავლონ ძალიან რთული რაღაცა, როგორ უნდა ისწავლონ? ქართულს უჭერს ხომ ამ ბარბარიზმთან გამკლავება და ასე შემდეგ. და ერთადერთი ისეთი ნავთსაყუდელი აფხაზური ენისა და კულტურისთვის იყო ქართული ამ შემთხვევაში ქართული სამყარო. კავკასიური სამყარო და ქართული სამყარო განსაკუთრებით ვინაიდან ჩვენ აი რაღაცნაირად ვიყავით ეს ცენტრი და რომლის აღდგენასაც ჩვენ მუდმივად უნდა მივისწრაფოდეთ სხვათა შორის. ხო, მაგრამ ენის გარდა კიდე უამრავი პრობლემებია იქ ნარკომანიის, დანაშაულებრივი სუბკულტურების ფაქტიურად მათ გადაიქცა, ხო, ნავთსაყუდელად ეს აფხაზეთი კარგად ვიცით, ხო? ესეც ხო ვიცით. იქ დაუშვათ ურთულესი დემოგრაფიული პრობლემებია. იგივე ხა ცხინვალის რეგიონზე რო გადავიდეთ, ჩიხია. ის საერთოდ შეიძლება ჩიხია, ხო, ახლა მე მისაუბრია ოსებთან და დაუშვათ ჩიხია რა, ჩვეულებრივი ჩიხია, ერთ გვირაბი აკავშირებს 20,000 კაცი ცხოვრობს. ელემენტარულად ახლა რაც ნიშნავს ეს, რომ სამედიცინო დახმარება რო დაგჭირდეს, სასწავლო წახვიდე. გინდა აფხაზეთში ხო იგივე სიტუაციაა. ძალიან ხო, აქ არ მოდიან აქ მოდიან აფხაზები, მაგრამ ნახეთ მე აფხაზებმა რა მითხრეს ბატონსოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ საქართველოში მკურნალობის ჯანდაცვით მიმართულებით მკურნალობა და რატომ? იგივე რუსეთი არ აძლევს ამის საშუალებას, ანუ ეგრეთ წოდებული საშვები, რომლის საფუძველზეც მათ უნდა დატოვონ ეგრეთ წოდებული საზღვარი, ყველას არ იძლევა ეს, ანუ აქაც კი გჭირდება ნაცნობი, მეგობარი
არის, ვინც შეიძლება, ან არის ფინანსური პრობლემებიც აქვთ, ყველა ვერც ახერხებს ამ მოსვლას. გადასვლა მაგალითად გადავიდნენ რუსულ მხარეს, ძალიან ძვირია ეს მკურნალობის თანხები და თან დობის ფაქტორიც არ არის. ანუ არის პრობლემა, საკითხები ლეტალურად მთავრდება ეს ჯანმრთელობის პრობლემა და მათ ურჩევნიათ რომ საქართველოსთან კონდეთ ეს კავშირი. მე სხვა შორის ბევრი აფხაზი აღმოვაჩინე, რამოდენიმე ბევრი არ არის ეს ალბათ, მაგრამ 5 არის ეს. კი 5 აფხაზია, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ ქართულ ენას და ისტორიას და რატომ რომ ვიკითხე, რატომ სწავლობთ, რატომ სწავლობენ, მათი მიზანი არის რომ შემდეგ უკვე სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღონ აქ ჩვენთან ჩააბარონ სამედიცინოზე და დისტანციურად სწავლობენ ქართულს. ახლა გარდა ამისა, ხო კი ბატონო, ძალიან კაი თუ სწავლობენ. ეს მტრობა ჩვენ შორის უნდა აღმოიფხვრას. კიდე ერთხელ უნდა ვთქვა. ისევ მათთვის არის ეს აუცილებელი მათთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენთვისაც პირველ რიგში. მათთვის ვამბობ, რომ ეს მტრობა არ ყოფილა ჩვენი ორგანული ერთმანეთს შორის მტრობა. ეს იყო წლების განმავლობაში დათესილი მტრობა და ამას კარი ძალები აღვივებდნენ, ასე ვთქვათ და ეს განუწყვეტელი რაღაც ისტორიის დამახინჯება, რომ თითქოს ახლა ესე იგი რაღაც რო იგონებენ ნარატივები როა, ხო, რომელსაც სამწუხაროდ აყოლილი არიან ბევრი ის რაღაც თითქოს ჩვენი ხალხ ცხოვრობდით არასდროს საქართველოში თითქოს ჩვენ ცხოვრობდით თითქოს ახლა ხო ბერიამ ჩაგვასახლა და ასე შემდეგ. ბერიამ ჩაგვასახლა ჩვენ და ამიტომ ახლა ეგ ახლა მაცინდისზე იყოს. მე მქონია საუბარი და აი კი ბატონო მეთქი დაუშვათ ავიღოთ ტოპონიმიკა, განვიხილოთ ეს ობიექტურად, ნუ კამათობთ, ნუ ჭუბობთ, განვიხილოთ ობიექტურად. კი ბატონო, აფხაზეთის გარკვეულ პერიოდში, ნაწილში ეს არის დაკავშირებულია ჩერქეზულ-ადიღეური ენის, აფხაზური ენის, დღევანდელ აფხაზებს რასაც ვეძახით, იმ ტოპონიმები დაკავშირებულია ემენობრივ სამყაროსთან, მაგრამ აქეთ რო გადმოვიდეთ, მთლიანად ახლა რაც არ უნდა უძახონ ახლა ცხუმს, ზუხუმ და ასე შემდეგ. ხო, ნუ ხო გასაგებია რომ ეს ქართული ტოპონიმიკაა, თელ ყველაფერი, მდინარეები, მთები, ქალაქები, გალი, ოჩამჩირა, რა ვიცი, ეს ხო მთლიანად ახლა ქართულენობრივ სამყაროს ეკუთვნის და პირდაპირ არის კოლხური, მეგრული, ისა, ხო, სახელები და სვანური და მეგრული, ხო? და იგივე რა მოსახლეობის და ის რა არ ვიცით ახლა დაუშვათ რა ვიძახიან რაღაც საოცარ დემოგრაფიას რო ლაპარაკობენ კაცო რა თუნდა ამას დიდი ჩაღრმავება რა თუნდა ჯერტი თუ ჩასახლებები მოხდა ჩრდილოეთ აფხაზეთში დავარქვათ ამას ხო ჩრდილოეთ აფხაზეთში იყო ეს ჩასახლებები მაშინ ერთიანი სახელმწიფო იყო და იქ იმას ქვია დამეწყრილი ზონებიდან რაჭიდან მაგალითად ხო სომიწოდან და იქიდან როცა მეწყერი იყო ჩაასახლეს ონის რაიონიდან რა კი ბატონო დაუშვათ ახლა ამაზე აპელირება რომ რაღაც თითქოს ახლა ჩვენ გენოციდს უწყობდით აფხაზებს მაშინ ერთიანი საბჭოთა კავშირი არსებობდა დაუშვათ რა მე მახსოვს მაშინ უფრო გაცილებით პოპულარული იყო აფხაზური ენა უფრო ასიმილირებული იყვნენ ისინი ვიდრე დაუშვათ იქ ასიმილირებული კი არ იყვნენ პირიქით არ იყვნენ არა ასიმილირებული პირიქით უნივერსიტეტი ჰქონდათ რა ხო პირიქით რა ხო და საქართველოსთან და უფრო მეტად იყვნენ ჩვენთან ურთიერთობა უფრო მეტი იყო მათი გავლენა აფხაზეთში ეს იგრძნობოდა კიდევაც ბატონ სოსო მე მახსოვს რომ აი 8 საათზე მათ საინფორმაციო იწყებოდა აფხაზურ ენაზე დღეს ეს ასე არ არის და პირიქით თვითონ აფხაზები ამბობენ ამას რომ გავა რამოდენიმე წელი ყველაზე დიდი 5 წელი და აფხაზე ვერ დაქორწინდება თაობა იზრდება რომელმაც აფხაზური ენა არ იცის და ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ ჩვენი სახელმწიფო ენა ქართული და აფხაზურია და ამ დროს აფხაზებს ეკრძალებათ აფხაზურად არ ეკრძალებათ მაგრამ არიციან არიციან იმიტომ რომ არასწავლიანი იმიტომ რომ მთავარი არის რუსული ენა და თუ არასწავლიან კაცო რა ენაზე მედის მთავრობის ხდომები და პარლამენტის ხდომები რუსულად მიდის ხო რა თუნდა ამას ახლა რაღაც უნდა მორჩა დაიწყე და ამთავრე ხო და ახლა გასაგები ენაა მთავარი ხო ენა მამული სარწმუნოება ახლა ენა შენი ენა არა გაქვს და რა რომელიმაზე სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე მელაპარაკები ჯერ ერთი და მეორეც ეგერთი ფული შენი არა გაქვს ენა შენი არა გაქვს და ხელფასებს შენ ადმინისტრაციას უხდის სხვა სახელმწიფო ხო გასაგებია ცოტა ხო სერიოზულად უნდა მიუდგეთ საკითხს რა
აი სერიოზულად ხომ უნდა მიუდგეთ და პლუს მიდის ეს პროცესი, რაც ვილაპარაკეთ, საკმაოდ ობიექტურად ესე მიდის, ეხლა ჩვენ კი არ გვინდა ეს ფაქტებს შევხედოთ. სამწუხაროდ ეხლა ჩვენ კავკასიელები ვართ ყველანი და ვართ ემოციური ხალხი და როგორც წესი გვახასიათებს ფაქტებთან ჩხუბი. ხო, ეს ფაქტებთან ჩხუბი თავი გავანებოთ და ვილაპარაკოთ როგორც არის. ეხლა მე ერთი ებრაული გვარის რუსული გოგონა არის, რომელიც თურმე აფხაზეთში ცხოვრობს და მე აღმოვაჩინე და ძალიან დიდი ის ჩაწერა, ასე ვთქვათ, აი ამ სახელოვანის რომ ჩაიდინა, უკი რომ თუ რა ვიცი, აპერკოტი თუ რა იყო ის. ყველა ძვირად ღირებული აპერკოტი კაცობრიობის ისტორიაში განახორციელა იმან თვალებს რო პრაწავდა ესე რო ხო ესე იგი ის რუსის გოგო რო ცემა ნოკაუტში რო ჩააგდო ესე იგი ხო იმაზე ჩაწერა ახლა ისარგებლა ცხადია ამით და ჩაწერა მთელი ბლოგი იმის შესახებ რომ აი ვიდეო უბრალოდ ბლოგერშაა ისა და ჩაწერა რომ აი თურმე ეს ქართველები რა ისინი ვართ ბარბაროსები ბიჭო და აქაც სამწუხაროდ ჩვენ ხო ხან იქით გადაბარჯნი ხან მას საშინელი ფაქტი იყო რა თქმა უნდა ეს ყველას პასუხისგებლობა რომ ასეთი რამეები ხდება რომ ასეთი გრაფიტებია იქ რომ რუსოფობია საერთოდ რომელიც არის ჩვეულებრივი ფსიქოპათია არის აბსოლუტურად როგორც ყველა ფობია ამის შედეგი იყო ესა და ვიცით ჩვენ ხო რა პერიპეტიებიც იყო მე კი ვითომ რაღაცა სრულიად როგორ თქვა არავაშკაცური ვერსია იყო მომხდარის დაატყი და უშოთ თქვი რომ აფექტის მდგომარეობაში ვიყავი კაცურად რა ეს ყელზე რო რაღაცა ვითომ ესე მოხოჭნეს და გახჭობდნენ და იგრძნით ტკივილი და რაღაცა აი რაღაც ნუ აი აი ეს ახლა ის ადვოკატი ვინ ნუ ახლა ეს თქვი რა რომ დავარტყი კი იმიტომ რომ აფექტში ვიყავი გამოეწო პატრი ბევრად ვაშკაცური გამოვიდოდა რა ყელს მაჩვენებდა რა აი არ ცხენია კარგი რა თან ვიდეოში ხო უყურეთ რომ არავით არის იქ ესე იგი დახჭობის ცდელობა და იმის ყელის გამოღადვის ცდელობები არ ყოფილა და იგრძნო ტკივილი და ვითომ რაღაცა ხო ნუ აი რო წავიკითხე იმ ადვოკატის ისა ნუ აი შევძუწუმდი რა მართლა ყველაფერს აი შევწუხდი ესპანური სიცხვილი ვიგრძენი ხო მაგრამ ახლა მეორე ხრივ ახლა რომ გამოვარდნენ ისინი რა ქვია ეს ბლოგერები რუსეთიდან და ისე დაიწყეს რომ თითქოს ახლა რუსეთში ხალი არავის უცემია აფხაზეთში ხო ან აფხაზეთში კიდე ხო და ეს გოგო გამოდის და ლაპარაკობს ესე იგი რომ ჩვენზე ქართველებზე რა ну თითქოს იქ აფხაზეთშია ეს გოგო და ნუ მოკლედ იქ აფსუ არა არისო ანუ ჩვეულებრივი ისე მათი ქსევის წესიო და აქ ესეთი რამე შეუძლებელია ამ დროს გამოტენილია მთელი ბლოგოსფერო იმითი რა ქვია მთელი ინტერნეტი იქ ისეთი რა ქვია მაგალითად ტურისტების ესე გაჭირვებით იქ ხანები კრიმინალი კაცო ხალის ცემა და გაუპატიურებ აბა იქ არის ხო ახლა რა ვქნათ ახლა ჩვენ რა ვთქვათ რომ გავაკეთოთ და ამას ლაპარაკობს სრული უსირცხვილობით რა და აი ასეთი ადამიანები მე რას ამბობს გრუზინიანი там пришли ანუ ჩვენ თურმე მოსულები ვყოფილ გამომივიდა თან ესეთი ებრაელი ხო აი ესეთი ტიპის და ჩვენ აფხაზებმა და ქართველებმა ეს ხო უნდა მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს ესე იგი ვინაგდებს ხო ამ შუღლს ჩვენ შორის ხო და ეს არც ზედმეტი ის რა თქმა უნდა ეს უნდა ნუ არ ჩემ პოზიცია ხო ვიცი მაგრამ არც ის არ თავზე ფერფლი არ უნდა გადავიყაროთ ახლა და არ უნდა ვთქვათ რომ აი მე ახლა ამან რო დაარტყა და შემდეგი მეებით ახლა მთელი საქართველოს დავიყაროთ ფერფლი და დავდგეთ მუხლებზე. პირიქით იქ უნდა ამავე დროს დაიწყო იქ ეს რუსები იძახიან რომ გლანძღავენ ჩვენ ესენი აქედან პასუხობენ ახლა სვინია რაღაცებს წერენ გეგონება ეს ძალიან დიდი პატრიოტული ქსე. საერთოდ რა